მათი პროპაგანდა ეხლა დაიწყეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ომი არ დაიწყო, ამიტომ დაასანქცირეს, სიყვარულისთვის დასაჯეს. ეხლა წამებულს რო გამოიყვან, რაღაც ფეიქ ისტორიას რო აკადრებენ, მართლა ჩვენ ყველა ჩვენი წამებული შეურაცხყოფაც იქნება ეს ივანიშვილს რო გამოიყვანენ ამ ქვეყნისთვის წამებულად. დაგვისახელონ ერთი ქვეყანა, რომელიც ამის გამო ქვეყნის ლიდერი, რომელიც უკრაინასთან ომში არჩართისთვის დაასანქცირეს. აი რომელმა ქვეყანამ გახსნა მეორე ფრონტი მაგალითად, რომ ჩვენ გთხოვდნენ მაინდა-მაინც, რატო რა მაგარი არმია ყავს და ჯარი და ესე ყველას მოვერეოდი და რუსებს ყურადღება ჩვენზე გადმოვიდათ, თუ რატო გთხოვდნენ ამას? და კიდევ მეორე კითხვა სულ მინდა რომ კითხონ, აი ეს 28-ში შევალთ ეხლა რო გვატყუებენ კიდევ. ნუ ამას ეხლა ამას მე მგონი მათი მხარდაჭერებიც ძალითაც კი აღარ ჭამენ უკვე, მაგრამ 28 წელს კაცებს აღარ გაათხოვებენ? 24-შია მარტო 6 საფრთხე კაცების გათხოვები? კი, ეხლა იყო. მოთხოვნა ახლა იყო. უკვე ყველა გათხოვილი იქნება და ჩვენ ღირსებით შევაბიჯებთ ევროპაში. აი ესეთ დებილობებს რო ელაპარაკებიან თავის მაყურებელს, რომელსაც არ ჯერა და მე მგონია რომ უკვე საქართველოში მთლიანად მოგონილი, ეს ყველაზე კარგად დავინახეთ სხვადასხვა კალაძის ილინა როა იქ მოწყობილი რაღაცა იქ რო არ მიიყვანეს თავისი შვილები ქოცებმა. მანდ მივხვდი რომ ალბათ არ არსებობს ეს რაღაც გულწრფელი ქოცები ხო არიან ვისაც ამათი ჯერათ მე მგონი ეგეთები აღარ არიან